ღირსი სილუან ათონელი სიყვარულისთვის. ჩემ სულს ცოცხალი ღმერთის წყურია, კვლავ ეძებს გზას, რომ დატკბეს უფლით. ჰოი ღვთის მიუწდომელი წყალობა, უფალმა მიწისგან შექმნა ადამიანი და მასში სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა და კაცის სული გახდა ღვთის ნათესავი. უფალმა ისე შეიყვარა თავისი ქმნილება, რომ უბოძა მას სული წმინდა. ადამიანმა შეიცნო თავისი შემოქმედი და შეიყვარა თავისი უფალი. სული წმინდა სულის გონებისა და ხორცის სიყვარული და სიტკბოებაა. როცა სული დაკარგავს მადლს, ან და მოაკლდება იგი, ადამიანი კვლავ ცრემლით დაუწყებს ძებნას და იტყვის: ენატრება ჩემ სულს უფალი და ცრემლით დავეძებ მას. ან როგორ იქნება არ დაგეძებდე უფალო? პირველად შენ მომიძიე და დამატკბე შენი წმინდა სულით და ახლა ენატრები ჩემ სულს. შეგიყვარა ჩემმა გულმა და გევედრები შენ, მომეცმე უნარი ბოლომდე ვეგო შენ სიყვარულში. მომეცმე უნარი რომ დავითმინო ყველა ჭირი და ყველა სნეულება შენი სიყვარულისთვის. შიში და ძრწოლა ეცემა ჩემ სულს, როცა ღვთის სიყვარულზე ვაპირებ წერას. ღატაკია ჩემი სული და არ შესწევს ძალა აღწეროს იგი. ეშინია სულს, მაგრამ თან უნდა რამდენიმე სიტყვა მაინც თქვას ქრისტეს სიყვარულზე. უძლურია ჩემი სული, მაგრამ სიყვარული მაიძულებს ამ საქმის წამოწყებას. ჰოი ადამიანო, უძლურო ქმნილებავ. როცა მადლი ჩვენშია, სული ანთია და დღედაღამ უფლისკენ მიიწევს. რამე თუ მადლი ღვთის სიყვარულისკენ იზიდავს, შეიყვარა სულმა ღმერთი და არ სურს მოწყდეს მას. რამე თუ არ ძალუც განძღეს სული წმინდის სიტკბოებით, არა აქვს ბოლო ღვთის სიყვარულს. სახიერი ხარ შენ უფალო, მადლობას გწირავ წყალობისთვის. შენ მომივლინე სული წმინდა შენი, შემაძლებინე მე მრავალ მცოდველს მეგემა შენი სიყვარული. შენსკენ მოიწევს სული ჩემი, ნათელო მიუახლებელო. ვინ შეძლებდა შენ შეცნობას, თავად რომ არ გენებებინა გამოსცხადებოდი სულს მოწყალეო. მან გიხილა და იცნო შემოქმედი თვისი, სახიერი ღმერთი და განუცხომლად სწური ხარ მუდამ, რამე თუ შენ მოწყალეო მიიზიდე ჩემი სული შენი სიყვარულით და სულმა შეიცნო შენი სიყვარული. ხედავ უფალო, რა უძლური და ცოდვილია კაცის სული, მაგრამ შენ მოწყალეო აძლევ მას უნარს შენი სიყვარულისას და ეშინია სიმდაბლის დაკარგვისა. მის წართმევას ცდილობენ სწორედ ეშმაკები, რადგან მაშინ მიატოვებს სულს შენი მადლი. რა იმივაგო უფალს, საძაგელი ვარ იცის ეს უფალმა, მაგრამ მე მიყვარს სულის დამდაბლება და მწყურია მოყვასის სიყვარული, თუნდაც გულს მტკენდეს იგი. სულ მუდამ ვევედრები უფალს, რათა თავად მან მოწყალემ მომცეს უნარი მტრების სიყვარულისა. ღვთის წყალობით გამოვცადე, რა არის ღვთისა და მოყვასის სიყვარული. ამიტომ დღედაღამ შევთხოვ უფალს მომცეს სიყვარული და უფალი მაძლევს ცრემლებს, რათა ვიგლოვო მთელი ქვეყნისთვის. მაგრამ თუ ვინმეს განვიკითხავ, ანდა ცუდი თვალით შევხედავ, ცრემლი შრება და სულს მოწყინება ეუფლება. თუმცა ისე ვევედრები უფალს მოტევებას და მოწყალე უფალიც მომიტევებს ხოლმე მეცოდველს. ძმებო, ღვთის წინაშე გწერთ, გული დაიმდაბლეთ და იხილავთ ღვთის წყალობას უკვე აქ, ამ ქვეყნად. შეიცანით ზეციერი მამა და თქვენი სული სიყვარულით ვეღარ გაძღება. თავით თვისით არავის ეცოდინებოდა რა არის ღმერთის სიყვარული,
სული წმინდით რომ არ ვისწავლებოდეთ. მაგრამ ჩვენს ეკლესიაში ღვთის სიყვარული სული წმინდის მიერაა შეცნობილი, ამიტომაც ვლაპარაკობთ მასზე. ცოდვილ სულს, რომელმაც არ იცის უფალი, ეშინია სიკვდილისა, რადგან ფიქრობს, რომ უფალი არ მიუტევებს ცოდვებს. ეს იმის ბრალია, რომ სული არ იცნობს უფალს და არ იცის, როგორ ვუყვარვართ მას. ადამიანებმა ეს რომ იცოდნენ, არავის შეიპყრობდა სასოწარკვეთილება, რადგან უფალი არა მარტო შეგვინდობს, არამედ ძლიერ ხარობს ცოდვილის მოქცევის გამო. სიკვდილი მოვიდა, მაგრამ შენ გწამდეს, რომ როგორც კი ითხოვ, მაშინვე მოგეცემა შენდობა. უფალი ჩვენნაირი არ არის, იგი ძალიან მშვიდია, მოწყალე, სახიერი და როცა სული შეიცნობს მას, უსასრულოდ უკვირს და ამბობს, ოხ, როგორია ჩვენი უფალი. სული წმინდა მისცა ჩვენს ეკლესიას შეცნობა იმისა, თუ რა დიდია ღვთის მოწყალება. უფალს ვუყვარვართ და მშვიდად, უსაყვედუროდ გვღებულობს, ისევე როგორც მამას არ უსაყვედურია სახარებისეული შეცდომილი ძისთვის, არამედ ბრძანა მიეცათ მისთვის ახალი სამოსელი. თითზე ძვირფასი ბეჭედი გაეკეთებინათ, ფეხზე წაღები ჩაეცმიათ, ზვარაკი დაეკლათ და ერთი სიტყვაც არ დასცდენია მხილებისა. ოხ, რა მშვიდად და მოთმინებით უნდა გამოვასწოროთ ჩვენც ძმა, რათა სულში დღესასწაული დადგეს მისი დაბრუნების გამო. სული წმინდა ასწავლის სულს, გამოუთქმელად უყვარდეს ადამიანები. ჰოი ძმებო, დავივიწყოთ მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა. იგი განგვაშორებს ხედვას წმინდა სამებისას, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელს, მაგრამ ზეცაში წმინდანებისთვის პირისპირ სახილველს. ჩვენ კი ვილოცოთ და ნურავით არ წარმოდგენას ნუ გავიკარებთ, შევთხოვოთ უფალს სული მდაბალი. მაშინ უფალი შეგვიყვარებს და მოგცევს ამას სოფელშიც ყოველ სახმარს სულისა და ხორცისას. მოწყალეო უფალო, მიეც შენი მადლი ყოველ ერს, რათა გიცნონ შენ, რამეთო სული წმინდის გარეშე ადამიანს არ ძალუც შენი და შენი სიყვარულის შეცნობა. ჩემო პატარებო, შეიცანით ცისა და ქვეყნის შემოქმედი. უფალო, მოუვლინე შენი წყალობა მთელი ქვეყნის ბავშვებს, შენგან შეყვარებულებს და სული წმინდის მიერ შეაცნობინე მათ შენი თავი. ცრემლით გევედრები, ისმინე ჩემი ლოცვა შენი შვილებისთვის და მიეც ყველას უნარი, რათა სული წმინდის მიერ შეიცნონ შენი დიდება. სიყრმიდან მიყვარდა ეს ფიქრი, უფალი ამაღლდა ზეცად და მიგველის თავისთან. მაგრამ მასთან ერთად რომ დავიმკვიდროთ, მისი ან ბავშვების მსგავსნი უნდა ვიყოთ, მშვიდნი და მდაბალნი და მას ვემსახუროთ. მაშინ აღსრულდება ის, რაც უფალმა თქვა, სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და ჩვენ მასთან ერთად ვიქნებით ზეცათა სასუფეველში. მაგრამ ახლა ჩემი სული მოწყენილი და დაბნელებულია. არც ალმიც ღვთისკენ მივმართო გონება, არც ცრემლები მაქვს ჩემს ბოროტ საქმეთა საგლობად. გამოიფიტა და გაიტანჯა სული ამ ბნელი ცხოვრებისგან. ჰოი, ვინ მიგალობოს ის საგალობელი, სიყრმიდან რომ შეიყვარა ჩემმა სულმა. თუ როგორ ამაღლდა უფალი ზეცად, როგორ ვუყვარვართ და რა წადიერად მიგველის ზეცაში. ცრემლით მივაპყრობდი ყურს ამ გალობას, რადგან მოეწყინა სოფლად ჩემს სულს. რადა მემართა, როგორ დავკარგე ის სიხარული, დავიბრუნებ კი მას ოდესმე. იტირეთ ჩემთან ერთად მხეცებო და მფრინველებო, იტირეთ ჩემთან ერთად ტყეო და უდაბნო, იტირეთ ჩემთან ერთად ყოველნო ქმნილნო ღვთისანო და ისმინეთ ჩემი ჭირსა და მწუხარებაში მყოფისა.
აი რას ფიქრობს ჩემი სული, თუ ასე ნაკლულია ღვთისადმი ჩემი სიყვარული და ასე ძლიერენატრება სულს უფალი, რა მწუხარება უნდა დაუფლებოდა ღვთისმშობელს, როცა იგი უფლის ამაღლების შემდეგ მიწაზე დარჩა. ღვთისმშობელს არაფერი დაუწერია თავისი მწუხარების შესახებ, საერთოდ ცოტა რამ ვიცით მისი ცხოვრებიდან, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშობლის სიყვარულის სავსებას მისი ძისა და ღმერთისადმი. უფლით იყო მოცული ღვთისმშობლის გული, ყველა მისი ფიქრი, მთელი სული, მაგრამ მას სხვა რამეც მიეცა. უყვარდა ადამიანები და მხურვალედ ლოცულობდა კაცთათვის, ახალი ქრისტიანებისთვის, რათა უფალს განემტკიცებინა ისინი. ლოცულობდა მთელი მსოფლიოსთვის, რათა ყველას მიეღოთ ცხონება. ამ ლოცვაში იყო მისი ნუგეში და სიხარული ამასოფლად. ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშობლის სიყვარულის სავსებას, მაგრამ ვიცით, რომ რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო მეტად იტანჯება სული. რაც უფრო სავსეა სიყვარული, მით უფრო სავსეა ღვთის შემეცნება. რაც უფრო სრულია სიყვარული, მით უფრო წმინდაა ცხოვრება. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ჩასწვდება ღვთისმშობლის სავსებას. ამიტომაც გვჭირდება ადამის სინანული, მაგრამ ნაწილობრივ, როგორც სული წმინდა გვასწავლის, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ეს სიყვარული. ანუ არა გულნი ჩვენი განხურვებულიყვნენ ჩვენ შორის, ამბობდნენ მოციქულები, როცა მათ ქრისტე მიუახლოვდა. ასე სცნობს სული თავის მეუფეს და უყვარს იგი და მხურვალეა სიტკბო ამას სიყვარულისა. ზეცაში ყველას სიყვარული ერთია, ხოლო მიწაზე ზოგს მეტად უყვარს უფალი, ზოგს ნაკლებად, ზოგს კი საერთოდ არ უყვარს. თუ სული სავსეა ღმერთის სიყვარულით, ავიწყდება ცა და ქვეყანა, იწვის და უხილავად ხედავს სასურველს, მრავალ ტკბილ ცრემლს ღვრის და წამითაც არ ძალუც დაივიწყოს უფალი, რამე თუ ღვთის მადლი აძლევს ძალას სიყვარულისას. ჰოი, რა დიდებულია უფალი, რაგვარი გალობით ადიდებენ მას ზეცაში და რა ტკბილია ეს საგალობლები, ღვთის სიყვარულით აღვლენილი. ვინ არის ღირსი ამ საგალობლების მოსმენისა, ან რა სიხარულს მოხფენს მათი ხმა კაცის სულს. როგორც კი ოდნავ შეეხება სულს ღვთის სიყვარული, მაშინვე იგრძნობს აღტაცებას სული წმინდის სიტკბოსგან და მიისწრაფვის საყვარელი ღვთისა და ზეციერი მამისადმი. საყვარელო ძმებო, თავი დავიმდაბლოთ, რათა ღირს ვიქმნეთ ღვთის სიყვარულისა, რათა შეგვამკოს უფალმა სიმშვიდითა და სიმდაბლითა თვისითა, რათა დავიმკვიდროთ ზეციური სავანეები, მის მიერ ჩვენთვის გამზადებული. უფალს ყველა უყვარს, მაგრამ ვინც მას ეძიებს, ის უფრო მეტად. მე მოყვარენი ჩემნი მიყვარან და რომელნი მეძიებდნენ მე პოუნ მადლი. დიდი სიკეთეა მადლთან ერთად ცხოვრება, იშვებს სული და ამბობს, უფალო ჩემო, მე ვარ მონა შენი. დიდი სიხარულია ამ სიტყვებში, თუ უფალი ჩვენია, ყველაფერი ჩვენია, აი რა მდიდრები ვართ. დიდი და მიუწვდომელია უფალი ჩვენი, მაგრამ ჩვენთვის დაიმცირა თავი თვისი, რათა გაგვეცნო და შეგვეყვარებინა იგი, რათა ამ სიყვარულს დაევიწყებინა ჩვენთვის ეს სოფელი, რათა ზეცაში გვეცხოვრა და გვეხილა უფლის დიდება. უფალი იმდენად დიდ მადლს აძლევს თავის რჩეულებს, რომ ისინი სიყვარულით მთელ ქვეყანას, მთელ სოფელს მოიცავენ. მათი სული იწვის სურვილით, რათა ყველა ცხონდეს და ყველა მიხილოს უფლის დიდება. ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაი, ჰკითხა უფალმა თავის წმინდა მოწაფეებს. რამდენად დიდი სიყვარულია ამ ალერსიან სიტყვებში.
უფალი შვილებს გვიწოდებს და რა უნდა იყოს ამაზე სასიხარულო. ღრმად ჩავუფიქრდეთ ამ სიტყვებს და უფლის ვნებას ჯვარზე ჩვენი ცხონებისთვის. ოხ როგორ უყვარს უფალს თავისი ქმნილება. აი მე და თქვენ ღირს ყოუფალმა ამ საგანზე ლაპარაკისა და სულს უხარია რომ ჩვენთან არს უფალი. დაბლად გევედრებით ილოცეთ ჩემთვის და უფალი მოგიზღავთ სანაცვლოს. ერთმა ძმამ მიამბო, რომ როცა ის მძიმე სნეულებამ შეიპყრო, დედამ უთხრა მამამის, როგორ იტანჯება ჩვენი შვილი, სიხარულით მივცემდი სხეულს ნაწილ-ნაწილ დასაჭრელად, ოღონდ მას ეშველოს და ტკივილი შეუნსუბუქდეს. ასეთივეა უფლის სიყვარული კაცთა მიმართ. მან თქვა, უფრო ისი ამისა, სიყვარული არავის აქვს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის. უფალს ისე ძლიერ ებრალებოდა ადამიანები, რომ მოისურვა მათთვის ეტანჯა, ისე როგორც მშობელ დედას შეუძლია იტანჯოს და უფრო მეტადაც. მაგრამ ამ დიდ სიყვარულს ვერავინ ჩასწვდება სული წმიდის მადლის გარეშე. წმიდა წერილი ლაპარაკობს ამ მადლზე, მაგრამ არც წმიდა წერილის გაგება შეიძლება გონებით, რამე თუ მასშიც იგივე სული წმიდა მეტყველებს. უფლის სიყვარული ისეთია, რომ მას სურს ყველა ადამიანი ცხონდეს, მარადის მასთან ერთად იყოს ზეცაში და იხილოს მისი დიდება. სრულად ამ დიდების შეცნობა ჩვენთვის შეუძლებელია, მაგრამ სული წმინდის მიერ ნაწილობრივ ძალგვიც ჩავწვდეთ. ხოლო ვისაც სული წმინდა არ შეუცვნია, ის ამ დიდებას ვერ გულისხმობს, მხოლოდ სწამს უფლის აღთქმა და მის მცნებებს იცავს. თუმცა ისინიც ნეტარ არიან, როგორც უფალმა თომა მოციქულს უთხრა და მათი თანასწორნი იქნებიან, ვინც ჯერ კიდევ ამსოფლად იხილა ღვთის დიდება. თუ გსურს შეიცნო უფალი, ბოლომდე დაიმდაბლე თავი, იყავი ყველაფერში მორჩილი და კრძალული, გიყვარდეს ჭეშმარიტება და უფალი სული წმინდის მიერ აუცილებლად მოგცემს თავისი თავის შეცნობას. მაშინ გამოცდილებით შეიტყობ, რა არის ღვთის სიყვარული და რა არის კაცთა სიყვარული. რაც უფრო სრულია სიყვარული, მით უფრო სრულია ღვთის შემეცნება. არსებობს მცირე, საშუალო და დიდი სიყვარული. ვისაც ცოდვისა ეშინია, მას უყვარს ღმერთი. ვისაც ლმობიერება აქვს, მისი სიყვარული უფრო დიდია. ვის სულშიც ნათელი და სიხარულია, მას კიდევ უფრო მეტად უყვარს ღმერთი. ხოლო ვის სულსა და ხორცშიც ღვთის მადლია დავანებული, მისი სიყვარული უკვე სრული სიყვარულია. ასეთ მადლს ანიჭებდა სული წმინდა მოწამეებს და იგი შეეწეოდა მათ ყველა სატანჯველის მხნედ მოთმენაში. იტყვის კი ვინმე, რა იქნება სამოთხეში. სამოთხეზე სიტყვა მხოლოდ მას ეთქმის, ვინც სული წმინდის მიერ შეიცნო უფალი და ჩვენდამი მისი სიყვარული. უფალი ისეთი მოწყალე და მოყვარულია, რომ ეს სიყვარული არ ანებებს სხვა საგანზე ფიქრს. სული წმინდის მადლი იმდენად ტკბილია და ისე ცვლის ადამიანს, რომ თვით მშობლებიც კი ავიწყდება. სული, რომელმაც სრულად შეიცნო უფალი და დატკბა მისით, სხვას უკვე აღარაფერს მოისურვებს და აღარაფერს მიეჯაჭვება ამასოფლად, მეფობაც რომ შესთავაზონ არ მოინდომებს, რამე თუ ქრისტეს სიყვარული ისეთი ტკბილია და ისე ალხენს სულს, რომ მეფური ცხოვრებაც ვეღარავითარ სიტკბოებას ვერ მიანიჭებს. მას შემდეგ, რაც უფალმა სული წმინდის მიერ ღვთის სიყვარულის შეცნობა მომცა, აგერ უკვე 40 წელიწადია ვიგლოვ საღმრთო ერის გამო. ჰოი ძმებო, არაფერია ღვთის სიყვარულზე მეტი.
როცა უფალი სულს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ათბობს. დიდია უფლის წყალობა, სულმა შეიცნო ღმერთი, თავისი ზეციერი მამა და გლოვობს და წუხს, რატომ შეურაცხყო ღმერთი ამდენი ცოდვით. მაშინ უფალი აძლევს ცოდვათა მიტევებას, სიხარულს და მხიარულებას, აძლევს უნარს უყვარდეს თავისი შემოქმედი, უყვარდეს მოყვასი, იგლოვდეს მისთვის და ევედროს მოწყალე უფალს, რათა ყოველი სული აღიყვანოს თავისთან ზეცად, სადაც ჯვარზე თავისი ვნებით ადგილი განგვიმზადა. ვინც იგემა სიტკბო ღვთის სიყვარულისა, ანუ ის მდგომარეობა, როცა სულს მადლი ათბობს, როცა უყვარს ღმერთი და თავისი ძმა, მან ნაწილობრივ იცის, რომ სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს. მოწყალეო უფალო, დიდია შენი სიყვარული ჩემდამი ცოდვილისადმი. შენ მომეც შეცნობა შენი, შენ მომეც უნარი შენი მადლის გემოსხილვისა. განიცადეთ და იხილეთ, რამე თუ ტკბილარს უფალი. შენ მომეც უნარი ჩავწვდე სახიერებასა და წყალობას შენსას. განუწყვეტლივ მოიწევს შენსკენ სული და არ ძალუც დაივიწყოს შემოქმედი, რამე თუ სული ღვთისა აძლევს მას ძალას უყვარდეს ღმერთი და ვერ ძღება სული მიისწრაფვის თავისი ზეციერი მამისკენ. ნეტარია სული, რომელმაც შეიყვარა სიმდაბლე და ცრემლები, ხოლო ბოროტი გულის სიტყვები მოიძულა. ნეტარია სული, რომელსაც უყვარს ძმა, რამე თუ ჩვენი ძმა ჩვენი სიცოცხლეა. ნეტარია სული, რომელსაც უყვარს ძმა, რამე თუ მასში ხელშესახებად მკვიდრობს სული ღვთისა. იგი ანიჭებს სულს მშვიდობასა და სიხარულს და სული გლოვობს მთელი ქვეყნისთვის. გაახსენდა ჩემ სულს უფლის სიყვარული და გათბა ჩემი გული. სული ღრმა გლოვას მიეცა იმის გამო, ასე ხშირად რომ შეურაცხყოფდი უფალს, საყვარელ შემოქმედ ჩემსას. მაგრამ არ მოიხსენა ღმერთმა ჩემი ცოდვები და მაშინ ჩემი სული ღრმა, მწუხარე გლოვამ მოიცვა. სურს რომ უფალმა ყოველი სული შეიწყალოს და თავის ზეციურ სასუფეველში შეიყვანოს. გლოვობს ჩემი სული მთელი ქვეყნისთვის, არც ალმიც დუმილი ადამიანებზე, რომლებიც ცრემლებამდე მიყვარს. არც ალმით დუმილი, რადგან ჩემი სული მუდამ წუხს საღმრთო ერისთვის და ცრემლით ვლოცულობ მისთვის. ვერ დავდუმდები, სურს რომ მოგითხროთ ძმებო, ღვთის წყალობასა და მტრის მზაკრობაზე. 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სულიწმიდის მადლმა მასწავლა მიყვარდეს ადამიანი და ყოველი ქმნილი. ასევე დამანახა ეშმაკის მზაკრობა, რომელიც მოტყუებით აკეთებს თავის ბოროტ საქმეს ამ სამყაროში. დამიჯერეთ ძმებო, გწერთ ღვთის წინაშე სულიწმიდის მიერ რომ შეიცნო ჩემმა სულმა. ხოლო თუ სული ვერ შეიცნობს სულიწმიდას, იგი ვერც უფალ შეიცნობს, ვერც მის სიყვარულს. სახიერი და მოწყალეა უფალი, მაგრამ სულიწმიდას რომ არ განვესწავლეთ, თავით თვისით ვერაფერს ვიტყოდით მის სიყვარულზე, წმინდა წერილის სიტყვების გარდა. ამიტომაც შენ ძმაო, ნუ შეშფოთდები, თუ კი ვერ იგრძნობ საკუთარ თავში ღვთისადმი სიყვარულს, არამედ იფიქრე, რომ უფალი მოწყალეა, ერიდე ცოდვას და ღვთის მადლის მიერ განისწავლები. სიყვარული დროზე არ არის დამოკიდებული და ყოველთვის ძალმოსილია. ზოგიერთმა კი იცის, რომ უფალი კაცთა მიმართ სიყვარულისთვის ევნო, მაგრამ რაკიღა თვითონ ამ სიყვარულს ვერ ხედავს საკუთარ სულში, ფიქრობს ეს ოდესღაც დიდი ხნის წინ იყო.
ხოლო როცა სული წმინდის მიერ შეიცნობს ღვთის სიყვარულს, იგი ნათლად იგრძნობს, რომ უფალი მამაა ჩვენი, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ახლობელი, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე უკეთესი. არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერება, გიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, სულითა და გონებით, ისე როგორც უფალმა გვამცნო და მოყვასი როგორც საკუთარი თავი. როცა ეს სიყვარული არის სულში, ყველაფერი ახარებს, ხოლო როცა მას კარგავს, კაცი მოსვენებას ვეღარ პოულობს, წუხს, შფოთი ეუფლება, შეცბუნებულია და სხვებს აბრალებს, თითქოს რაღაც აწყენინეს. ის კი არ ესმის, რომ თვითონაა დამნაშავე, დაკარგა ღვთის სიყვარული, ძმა განიკითხა ან შეიძულა. მოყვასის სიყვარულისგან გადმოდის მადლი და მოყვასის სიყვარულით ვინარჩუნებთ მას. მაგრამ თუ კი ძმა არ გვიყვარს, არც ღვთის მადლი გადმოვა სულზე. ადამიანები რომ ქრისტეს მცნებებს იცავდნენ, დედამიწაზე 60 დადგებოდა, ყველას ყველაფერი ექნებოდა, რაც აუცილებელია, შრომაც ნაკლები დასჭირდებოდა და სული ღვთისა იცხოვრებდა კაცთა სულებში. რამე თუ თავად ეს სული ეძიებს კაცის სულს და სურს მასში დამკვიდრება, ხოლო თუ არ იმკვიდრებს, ეს მხოლოდ ჩვენი ამპარტავნების ბრალია. დღეს ადამიანები ამპარტავნები გახდნენ და მხოლოდ მწუხარებებით და სინანულით ცხონდებიან, სიყვარულს კი იშვიათად თუ ვინმე აღწევს. ანტონი დიდმა თქვა, მე აღარ მეშინია ღმერთის, არამედ მიყვარს იგი. ასე თქვა იმიტომ, რომ სულში სულიწმიდის დიდი მადლი ჰქონდა. სულიწმიდა ამოწმებს ამ სიყვარულს და მაშინ სული სხვაგვარად ვეღარ იტყვის. მაგრამ ვისაც არა აქვს ეს დიდი მადლი, იმას წმინდა მამების სინანულს ასწავლიან. სინანულიც არ არის შორს სიყვარულისგან, რომელიც უბრალო და მდაბალ სულს ეძლევა. თუ ძმაზე კარგს ფიქრობ, მაგალითად, რომ უყვარს იგი უფალს და განსაკუთრებით თუ ფიქრობ, რომ მის სულში სულიწმინდა ცხოვრობს, მაშინ ახლოს ხარ ღვთის სიყვარულთან. ვიღაცა იტყვის, ეს კაცი სულ ღვთის სიყვარულზე ლაპარაკობსო, მაგრამ სხვა რაზე ვილაპარაკო, თუ არა ღმერთზე. მან ხომ იმისთვის შეგვქმნა, რომ მარადის მასთან ვიყოთ და მის დიდებას ვჭვრეტდეთ. ვისაც რა უყვარს, ლაპარაკიც იმაზე სურს, მერე კი ჩვევაც გამოგიმუშავდება. მიეჩვევი ღმერთზე ფიქრს და სულ მუდამ გულით ატარებ უფალს. მიწიერზე ფიქრს მიეჩვევი და გონებით ერთ თავად ამაში იტრიალებ. მიეჩვევი უფლის ვნებაზე, საუკუნო ცეცხლზე ფიქრს და შეეთვისება სულს ეს ფიქრი. კარგ საქმეში ღმერთი გვეხმარება, ცუდში მტრები, მაგრამ ეს ჩვენს ნებაზეცაა დამოკიდებული. თავი უნდა ვაიძულოთ, რომ სიკეთე ვაკეთოთ, თუმცა ეს იძულებაც ზომიერი უნდა იყოს და უნდა ვიცოდეთ, რამდენს დავიტევთ. უნდა შევისწავლოთ ჩვენი სული, უნდა გვესმოდეს, რა არის მისთვის სასარგებლო. ერთს მეტი ლოცვა რგებს, მეორეს კითხვა ან წერა. კითხვაც სასარგებლოა, მაგრამ უმჯობესია განუბნეველი ლოცვა. კიდევ უფრო ძვირფასი კი გლოვაა, ვისაც რას აძლევს უფალი. ცხადია ძილისაგან აღდგომილმა ღმერთს მადლობა უნდა შესწირო. შემდეგ ლოცვა და სინანული გმართებს. ამის მერე იკითხე, რათა გონებამ დაისვენოს. მერე კი ისე ვილოცე და იშრომე. მადლი ყოველ კეთილ საქმეს მოსდევს, ყველაზე მეტად კი ძმის სიყვარულს. ერთხელ აღდგომას მწუხრის ლოცვიდან, რომელიც ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ტარდებოდა, ჩემი წისქვილისკენ მივდიოდი. გზაზე ერთი მუშა იდგა. რომ მივუახლოვდი, ერთი კვერცხი მთხოვა.
კვერცხი არ მქონდა, მონასტერში დავბრუნდი. ჩემს მოძღვარს 2 კვერცხი ვთხოვე და 1 მუშას მივეცი. ორნი ვართო მითხრა მან და მეორე კვერცხიც მივეცი. როცა დავშორდი, საწყალი ხალხისადმი ისეთი სიბრალული ვიგრძენი ავტირდი. შემეცოდა მთელი სამყარო და ყოველი ქმნილი. სხვა დროს ისევ აღდგომას მონასტრის მთავარი პორტიდან ფერისცვალების ახალი კორპუსისკენ მივდიოდი და ვხედავ პატარა ბიჭი მორბის, ასე 4 წლის, გახარებული სახე აქვს, ღვთის მადლი ახარებს ბავშვებს. კვერცხი მქონდა და ამ ბავშვს მივეცი, გაუხარდა და მამამისისკენ გაიქცა საჩუქარი რომ ეჩვენებინა. ამ უმნიშვნელო საქციელისთვის ღმერთმა დიდი სიხარული მომცა. შემიყვარდა ღვთის ყოველი ქმნილება და სული ღვთისა ვიგრძენი ჩემში. შინ რომ მივედი, შემებრალა ეს სოფელი და ბევრი ვილოცე ცრემლით ღვთის წინაშე. ჰოი სულო წმიდაო, განუშორებლად გიე ჩვენთანა, კეთილას ჩვენ და შენთან ყოფნა. მაგრამ ყოველთვის ასე კარგად როდი გრძნობს თავს ჩემი სული. ზოგჯერ ამპარტავნების გამო კარგავს მადლს. მაშინ ისე მოვთქვამ, როგორც ადამი მოთქვამდა დაკარგული სამოთხის გამო და ვამბობ, სადახარ ნათელო ჩემო, სათხარ სიხარულო ჩემო, რატო მიმატოვე, გული მტკივა, რად მიეფარე ჩემგან, წუხს ჩემი სული. ჩემ სულში შემოსვლით დაწვი ჩემი ცოდვები, მაშ ისევ მოდი, მოიხილე ჩემი სული და კვლავ ამობუგე ჩემი ცოდვები, რომლებიც ისე გფარავენ ჩემგან, როგორც ღრუბლები ფარავენ მზეს. მოდი და მომფინე სიხარული შენი მოსვლით, რად ყოფნი უფალო, ხომ ხედავ იტანჯება ჩემი სული და ცრემლით დაგეძებ შენ. სადიმალები, შენ ყოველგან ხარ, მაგრამ ჩემი სული ვერ გხედავს და სულთქმით დაგეძებს. ასევე სულთქმით დაგეძებდნენ ყოვლადწმინდა ქალწული და იოსები, როცა ყრმა იყავ. რამდენი რამე იფიქრა ღვთისმშობელმა, სანამ გიპოვიდა. ასე სტკიოდათ გული წმინდა მოციქულებს უფლის სიკვდილის შემდეგ და წუხდნენ, რადგან იმედი აღარ ჰქონდათ მისი ნახვისა. მაგრამ უფალი აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მოციქულებს, ხოლო მათ იცნეს უფალი და გაიხარეს. ახლაც ასე ევლინება უფალი ჩვენს სულებს და სულის ცნობს მას სული წმინდის მიერ. სვიმეონ მესვეტე ბავშვი იყო, როცა უფალი ეჩვენა. უწინ მან არ იცოდა უფალი, მაგრამ როცა იხილა, იცნო იგი სული წმინდის მიერ. უფალმა მოგცა მიწაზე სული წმინდა. სული წმინდის მიერ შეიცნობა უფალი და ყოველივე ზეციური, ხოლო სული წმინდის გარეშე კაცი ცოდვილი მიწაა მხოლოდ. სულს განუცხომლად უნდა უყვარდეს ღმერთი, ისე რომ მისი გონება არაფრით იყოს დაკავებული, არამედ მთლიანად ღმერთში მყოფობდეს. ბევრი წყალობა მიჩვენა ღმერთმა, თუმცა ჩემი საქმეებისთვის სასჯელს ვიმსახურებდი აქაც და იქაც სიკვდილის შემდეგ. მაგრამ უფალს ისე უყვარს კაცი, რომ ჩვენ ამის წარმოდგენაც არ შეგვიძლია. ბედნიერია ცოდვილი, რომელიც ღმერთისკენ მოექცა და შეიყვარა იგი. ვინც ცოდვა მოიძულა, იმან ზეციური კიბის პირველ საფეხურზე შედგა ფეხი. როცა გულის სიტყვები ცოდვისკენ აღარ გვიბიძგებენ, ეს უკვე მეორე საფეხურია. ხოლო ვინც სული წმინდით შეიცნოს სრული სიყვარული ღვთისა, ის უკვე მესამე საფეხურზე ადის, მაგრამ ამას ცოტა ვინმე თუ აღწევს. ღვთის სიყვარული რომ მოიხვეჭო, ყველაფერი უნდა შეასრულო, რაც უფალმა სახარებაში გვამცნო. მოწყალე გული უნდა გქონდეს და არა მარტო ადამიანი გიყვარდეს, არამედ ყოველი ქმნილიც გებრალებოდეს, ყველაფერი, რაც ღვთის გაჩენილია.
მწვანე ფოთოლი ხეს რომაბია, თუ ისე მოწყვიდე, არაფერში გჭირდებოდა. მართალია ეს ცოდვა არ არის, მაგრამ რატომღაც ფოთოლიც კი საბრალოა. ეწოდება ყოველი ქმნილი სიყვარულს ნაჩვევ გულს. კაცი კი დიდი ქმნილებაა და თუ კი ხედავ, რომ მას გზა დაებნა და იღუპება, ილოცე და იგლოვე მისთვის, თუ შეგიძლია. თუ არა და ამოიოხრე მაინც ღვთის წინაშე. სული, რომელიც ასე იქცევა, უყვარს უფალს, რადგან ასეთი სული მას ემსგავსება. ასე ლოცულობდა პაისი დიდი თავისი მოწაფისთვის, რომელმაც ქრისტე უარყო და ებრაელზე დაქორწინდა. ევედრებოდა ღმერთს, რათა შეენდო მისთვის. უფალს იმდენად სათნო ეყო ეს ლოცვა, რომ თავად ინება თავისი მონის ნუგეში სცემა. ეჩვენა მას და უთხრა: პაისი, შენ მე მომემსგავსე სიყვარულით. ასეთი სათნოა ღვთის წინაშე, როცა კაცი მტრებისთვის ლოცულობს. მე თვითონ დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ მაინც ვწერ ღვთის მოწყალებაზე, რომელიც სულიწმინდის მიერ შეიცნო ჩემმა სულმა. ვერ ექნება სულს მშვიდობა, თუ მტრებისთვის არ ილოცებს. სულს, რომელმაც ღვთის მადლით ისწავლა ლოცვა, უყვარს და ებრალება ყოველი ქმნილი, განსაკუთრებით კი ადამიანი, რომლისთვისაც უფალი ჯვარზე ევნო და გულის ტკიოდა ყოველი ჩვენგანისთვის. უფალმა მასწავლა მტრების სიყვარული. ღვთის მადლის გარეშე ვერ შევძლებდით გვეყვარდეს მტრები, მაგრამ სულიწმინდა გვასწავლის სიყვარულს და მაშინ ეშმაკებიც კი შეგვეცოდება, რომ ისინი სიკეთეს განეშორნენ, დაკარგეს სიმდაბლე და ღვთის სიყვარული. გევედრებით, გამოსცადეთ, შეურაცხყოფთ ვინმე უპატიოდ გექცევათ, რაღაცას გართმევთ თუ ეკლესიას სდევნის, უფალს შესთხოვეთ, უფალო, ჩვენ ყველანი შენი გაჩენილები ვართ, შეიბრალე შენი მონები და მოაქციე ისინი სინანულად და მაშინ ხელშესახებად იგრძნობ სულში ღვთის მადლს. პირველად აიძულე თავი გიყვარდეს მტრები და როცა უფალი შენს კეთილ ნებას დაინახავს, შეგეწევა და თვითონ გამოცდილება გასწავლის ყოველივეს. ხოლო ვისაც ზულს მტრები, მის სულში არ არის ღვთის სიყვარული და მას ღმერთი არ შეუცვნია. თუ მტრებისთვის ილოცებ, შენთან მშვიდობა მოვა, ხოლო თუ მტრები გეყვარება, იცოდე, რომ შენში ღვთის დიდი მადლი იქნება. თუმცა არ ვიტყვი სრული მადლი მეთქი, მაგრამ ცხონებისთვის საკმარისი. ხოლო თუ აგინებ მტრებს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტი სულია შენში ჩასახლებული და გულში ბოროტ გულის სიტყვებს გინერგავს. რამე თუ როგორც უფალმა თქვა, გულიდან გამოდიან კეთილი ან ბოროტი გულის სიტყვები. კეთილი ადამიანი ფიქრობს, ყოველი ვინც ჭეშმარიტებას გადაუხვევს, დაიღუპება, ამიტომ საბრალოა ასეთი კაციო. ხოლო ვინც სულიწმინდის მიერ არ არის განსწავლული, ცხადია არ დაიწყებს მტრებისთვის ლოცვას. ვინც სულიწმინდის მიერ განისწავლება, მთელი ცხოვრება წუხს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ცხონდებიან, მრავალ ცრემლს ღვრის ხალხისთვის და ღვთის მადლი აძლევს ძალას უყვარდეს მტრები. თუ სიყვარული არ გაგაჩნია, ის მაინც შეძელი, რომ არ აგინო და არ წყევლო ადამიანები, ეს უკვე უკეთესი იქნება. ხოლო ვინც აგინებს და წყევლის, იმაში აშკარად ბოროტი სულია ჩასახლებული და თუ კი არ შეინანებს, სიკვდილის შემდეგ იქ წავა, სადაც ბოროტი სულები არიან. უფალმა აშოროს ყველას ასეთი უბედურება. გაიგეთ, ეს ხომ ასეთი მარტივია, საცოდავია ის ხალხი, ვინც არ იცის ღმერთი, ან და ღმერთის წინააღმდეგ მიდის. გული მტკივა და ცრემლი მდის მათთვის. ჩვენ ნათლად ვხედავთ სამოთხესაც
და სატანჯველსაც. ეს სული წმიდის მიერ შევიცანით. უფალმა ცხომ თქვა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენ საარსო. ასე რომ ჯერ კიდევ აქედან იწყება საუკუნო ცხოვრება და საუკუნო ტანჯვაც აქედანვე იწყება. ამ პარტავნების გამოიკარგება ღვთის მადლი, მასთან ერთად კი ღვთის სიყვარული და ლოცვაში კადნიერებაც. სული ბოროტი აზრებით იტანჯება და არ ესმის, რომ უნდა დამდაბლდეს და მტრები შეიყვაროს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია სათნო ეყოს ღმერთს. შენ ამბობ, მტერი ჩვენს წმინდა ეკლესიას დევნის, როგორ უნდა მიყვარდეს. მე კი გეტყვი, შენს საბრალო სულს ჯერ არ შეუცნია ღმერთი, არ შეუცნია როგორ ვუყვარვართ მას და როგორ მოელის, რათა ყველა ადამიანმა შეინანოს და ყველა ცხონდეს. ღმერთის სიყვარულია, მან მოგცა სული წმინდა, სული წმინდა კი ასწავლის სულს უყვარდეს მტრები და ილოცოს მათთვის, რათა ისინიც ცხონდნენ. სწორედ ესაა სიყვარული. ხოლო თუ ადამიანებს მათი საქმეების მიხედვით განსჯი, ცხადია ისინი სასჯელს იმსახურებენ. დიდება უფალს, რომ ასე ვუყვარვართ და გვპატიობს ცოდვებს, რომ სული წმინდის მიერ გვიცხადებს თავის საიდუმლოებებს. უფალმა გვამცნო, გიყვარდეთ მტერნი თქვენი. მაგრამ როგორ უნდა გვიყვარდეს თუ კი ისინი სიავეს ჩადიან? ანდა როგორ უნდა გვიყვარდეს ის ხალხი, ვინც წმინდა ეკლესიას დევნის? როცა მაცხოვარი იერუსალიმში მიდიოდა და სამარიტელებმა არ მიიღეს იგი, იოანე ღვთისმეტყველი და იაკობი მზად იყვნენ ზეციდან ცეცხლი მოევლინათ და მოესრათ ისინი, მაგრამ უფალმა მოწყალედ უთხრა, ძე კაცისა არა მოვიდა წარწმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. ჩვენც ერთადერთი სურვილი უნდა გქონდეს, ყველა ცხონდეს. სულს ებრალება მტრები და ლოცულობს მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას გადაუხვია და ჯოჯოხეთში მიდის. ესაა სწორედ მტრების სიყვარული. როცა იუდამ მაცხოვრის გაცემა განიზრახა, უფალი მოწყალედ შეაგონებდა მას. ჩვენც მოწყალედ უნდა მოვეპყროთ მათ შეცდომილებს, მაშინ გვაცხონებს ღვთის მოწყალება. სიყვარული სული წმინდის მიერ შეიცნობა. სული წმინდას კი კაცის სული მშვიდობისა და სიტკბოების მიერ შეიცნობს. ოხრა მადლობელნი უნდა ვიყოთ ღმერთისა, რომ მას ასე ძლიერ ვუყვარვართ. დაუფიქრდით, საყვარელო ძმებო, ცოდვილ სულს უფალი ანიჭებს სული წმინდას და აძლევს შეცნობას თავისი წყალობისა. ღმერთის შესაცნობად სიმდიდრე სულაც არ არის საჭირო. საკმარისია მოყვასის სიყვარული და მდაბალი სული, კრძალულება და მორჩილება და ამისთვის უფალი მოგცემს თავისი თავის შეცნობას. რა შეიძლება იყოს ამაზე ძვირფასი? რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ღმერთის ცოდნა? ცოდნა იმისა, თუ როგორ ვუყვარვართ მას, როგორ გვასაზრდოებს სულიერად. სად ნახავ ისეთ მამას ჯვარზე რომ მოკვდეს შვილების დანაშაულისთვის? ჩვეულებრივ წუხს და ეცოდება მამას მისი დანაშაულის გამო დასჯილი შვილი. მაგრამ თუმცა კი ებრალება მაინც ეტყვის, ცუდად მოიქეცი, ხო და სამართლიანად ისჯები შენი ბოროტი საქმეებისთვის. უფალი კი ამას არასოდეს გვეტყვის. ის ჩვენც ისევე გვეტყვის, როგორც პეტრე მოციქულს უთხრა, გიყვარ მეა. ასევე ეტყვის იგი სამოთხეში მთელ ხალხს, გიყვარ ვართ მე. ჰე უფალო, გვიყვარ ხარ შენ, შენ გვიხსენი ჯვარზე შენი ვნებით და ახლა ზეცათა სასუფეველი დაგვიმკვიდრე. ზეცაში არავის შერცხვება
როგორც ადამს და ევას რცხვენოდათ დაცემის შემდეგ. იქ მხოლოდ სიმშვიდე, სიყვარული და სიმდაბლე იქნება. არა ისეთი სიმდაბლე, როგორიც ახლა გვაქვს, როცა თავს ვიმდაბლებთ და საყვედურებს ვითმენთ, ან და საკუთარ თავს ყველაზე უარესად შევრაცხავთ. არამედ იქ ყველას ექნება ქრისტეს სიმდაბლე, კაცთათვის მიუწვდომელი, იმათ გარდა, ვინც სული წმინდის მიერ შეიცნო იგი. არ მესმის, რატომ არ შესთხოვენ უფალს მშვიდობას, მას ხომ ისევ უყვარვართ, რომ არაფერს დაგვიკავებს. უწინეს არ ვიცოდი და ვფიქრობდი, განა უფალი იზრუნებს ჩემთვის, მე ხომ ამდენჯერ შეურაცხყვავი იგი. მაგრამ როცა სული ღვთის სიყვარულით და სული წმინდის სიტკბოთი აივსო, იმდენად რომ უფალი თუ ჰკითხავდა, გინდა თუ არა კიდევ უფრო მეტი მადლი მოგცე, ხორცში მყოფი უძლური სული უპასუხებდა, შენ ხედავ უფალო, რომ უფრო მეტ მადლს ვეღარ გავუძლებ და მოკვდები. თუ უფლის წყალობა ცოდვილი კაცისადმი ასეთი მიუწვდომელია, რაღა უნდა ითქვას წმინდანებზე, რამდენად დიდი მადლი აქვთ მათ. შესაძლოა ვინმემ თქვას, მე რატომ არ ვუყვარვარ უფალს ასე და რატომ არ მაძლევს ასეთ მადლსო, ამაზე გეტყვით. ერთმა ბერმა ჰკითხა ანტონი დიდს, რატომაა რომ შენ ჩემზე ნაკლებს შრომობ, მაგრამ ჩემზე მეტი დიდება გაქვს. ანტონი მიუგო, იმიტომ რომ მე შენზე მეტად მიყვარს ღმერთი. ჩვენც უნდა გვახსოვდეს ეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ვისაც ღმერთი უყვარს, იმას უყვარს ძმაც, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს. როცა ვიღაც შეურაცხყოფს, უნდა ვილოცოთ მისთვის ისე, როგორც საკუთარი თავისთვის და მაშინ ეს ჩვევად გვექცევა. ჩვენ თვითონ უძლურნი ვართ, მაგრამ ღმერთია ჩვენი შემწე, რამე თუ მას ძლიერ ვუყვარვართ. უფალს ისე ვუყვარვართ, რომ ჩვენ ამის წარმოდგენაც არ შეგვიძლია. ვხედავთ ჯვარს, ვიცით რომ უფალი გაეკრა მასზე და ტანჯვით მოკვდა, მაგრამ სულს თავისთავად ამ სიყვარულის გაგება არ შეუძლია. ის მხოლოდ სული წმინდის მიერ შეიცნობა. სული წმინდის მადლი ისე ტკბილია, უფლის წყალობა კი ისეთი დიდი, ამის აღწერა შეუძლებელია. მხოლოდ სული მიიწევს მისკენ განუძღომლად, რადგან უფლის სიყვარულით ანთია, მთლიანად ღმერთშია დაფლული და მასში ჰპოვებს განსვენებას. მაშინ ავიწყდება ეს სოფელი. მაგრამ მოწყალე უფალი ამას ყოველთვის როდი ანიჭებს სულს. მხოლოდ ზოგჯერ მიმადლის სიყვარულს მთელი სოფლისას და გლოვობს სული მისთვის. ევედრება მოწყალე და სახიერ მეუფეს, რათა ყოველ სულს მიჰფინოს თავისი მადლი და შეიწყალოს იგი დიდითა წყალობითა თვისითა. რა იმოგაგო შენ უფალო, ესოდენ დიდთა წყალობათა მომნიჭებელს, გევედრები მომეცმე ხედვა ჩემი ცოდვებისა და ძალა იმისა, რომ მუდამ ვტიროდე შენს წინაშე. რამე თუ გიყვარს მდაბალი სულნი და ანიჭებ მათ სული წმინდის მადლს. მოწყალეო ღმერთო, მომიტევე, ხედავ როგორ მოიწევს ჩემი სული შენსკენ, ჩემი შემოქმედისკენ. შენ მოსწყალ ჩემი სული შენი სიყვარულით და სულს სწური ხარ, უსასრულოდ ენატრები, განუძღომლად მოიწევს შენსკენ დღე და ღამე. აღარ სურს ხედვა ამას სოფლისა. თუმცა მე მიყვარს იგი, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს შემოქმედი და სწური ხარ ჩემ სულს. ჰოი დამბადებელო ჩემო, რატომ იყო რომ მე კნინი კაცი ასე ხშირად შეურაცხყოფდი, მაგრამ ცოდვანი ჩემნი შენ არ მოიხსენე. უკან დავბრუნდეთ და ისევ იმაზევე ვილაპარაკოთ, როგორც ყოველ დღე ვჭამთ პურს და ვსვამთ წყალს, მეორე დღეს კი ხორცს ისევ შია და სწურია, ასევე ღვთის ქველმოქმედებათა ხსოვნა
სულს კი არ ქანცავს, უფრო მეტადაც განაწყობს ღმერთზე ფიქრისთვის. ანდა კიდევ რაც უფრო მეტ შეშას შეუნთებ ცეცხლს, მით უფრო დაცხება. ასევე რაც უფრო მეტს ფიქრობ ღმერთზე, მით უფრო ძლიერდება მისდამი სიყვარული და მოშორნეობა. ადამიანებმა რომ იცოდნენ რა არის უფლის სიყვარული, გუნდ-გუნდად მიაშურებდნენ ქრისტეს და იგი ყველას გაათბობდა თავისი მადლით. გამოუთქმელია მისი მოწყალება, სულს ისე უყვარს ღმერთი, რომ ავიწყდება ეს სოფელი. უყვარს ღმერთს მონანიე ცოდვილი და მოწყალედ იკრავს მას მკერდში. სად იყავი შვილო ჩემო, დიდი ხანია მოგელი. უფალი ყველას მოუხმობს სახარების სიტყვებით და ეს ხმა მთელ სამყაროში გაისმის. მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და მე განგისვენო თქვენ. მოვედით და სვით წყალი ცხოველი. მოვედით და სცანთ რომ მე თქვენ მიყვარხართ. რომ არ მყარებოდით, არც მოგიხმობდით. არ შემიძლია მოთმენა, როცა თუნდაც ერთი ჩემი ცხვარი იღუპება და ამ ერთი ცხვრის საძებრად მიდის მწყემსი მთებში. მოვედით ჩემთან ცხოვარნო ჩემნო, ჩემი გაჩენილნი ხართ და მიყვარხართ. თქვენ და მი ჩემმა სიყვარულმა მომიყვანა სოფლად და ყოველივე დავითმინე თქვენი ცხონებისთვის. მე მინდა რომ შეიცნოთ ეს სიყვარული და თქვათ ისე, როგორც მოციქულებმა თქვეს თაბორის მთაზე, უფალო კეთილ-არ ჩვენ და აქა ყოფა. დიდება უფალ ღმერთს რომ მოგცა მხოლოდ ჩობილი ძეთვისი ჩვენი საცხონებისათვის. დიდება მხოლოდ ჩობილ ძეს, რომ მან ინება შობა ყოვლადწმიდა ქალწულისგან. ევნო ჩვენი საცხონებისთვის, მოგცა თავისი ყოვლადწმიდა ხორცი და სისხლი საუკუნო ცხოვრებისთვის და მოგვივლინა სული წმინდა თვისი. სული წმინდა ღვთის საიდუმლოებებს გვიცხადებს. სული წმინდა ასწავლის სულს გამოუთქმელად უყვარდეს ადამიანები. სული წმინდა ისე ამკობს სულსა და ხორცს, რომ კაცი ხორციელად უფალს ემსგავსება. იგი მარად უფალთან ერთად იცხოვრებს ზეცაში და იხილავს დიდებას მისას. საუკუნო ცხოვრებაში ყველა ადამიანი უფალს მიემსგავსება და ამ საიდუმლოს ვერავინ გაიგებდა სული წმინდას რომ არ გამოეცხადებინა კაცთათვის. უფალი სიხარულევანი და გაბრწყინებული იქნება და ადამიანებიც მის მსგავსად გაბრწყინდებიან, როგორც თვით უფალმა თქვა, რომ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან. იოანე ღვთისმეტყველი ცხომ ამბობს, უფლის მსგავსნი ვიქნებითო. უფალო შენ მიიზიდე წმინდანთა სულები და ისინი წყნარი მდინარეებივით მოედინებიან შენსკენ. წმინდათა გონებანი შენ შეგემსჭვალნენ უფალო და მოისწრაფვიან შენსკენ ნათლისა ჩვენისა და სიხარულისკენ. უფალო შენ სიყვარულში არიან გამტკიცებულნი წმინდათა გულები და არ ძალუცთ თუნდაც წამითაც, თუნდაც ძილში შენი დავიწყება, რამეთო ტკბილია მადლი სულისა წმიდისა. მოწყალე უფალმა მოგცა ჩვენ ცოდვილებს სული წმიდა და არავითარი საზღაური არ მოუთხოვია. არამედ ყოველ ჩვენგანს ეკითხება ისე როგორც პეტრე მოციქულს კითხა, გიყვარ ვარ მე. ასე რომ უფალს ჩვენგან მხოლოდ სიყვარული სურს და ხარობს თუ მისკენ მოვიქცევით. ასეთია ღვთის მოწყალება კაცისადმი, როცა ის ზურგს აქცევს ცოდვილ ცხოვრებას და მდაბლდება ღვთის წინაშე, უფალი მოწყალედ მიუტევებს ცოდვებს, ანიჭებს სული წმინდის მადლს და ძალას ცოდვის დასადრგუნად. საკვირველია, კაცს ეზიზღება თავისი ძმა, ისეთივე ადამიანი როგორიც თვითონაა, თუ ის ღატაკია ან უწმინდური. უფალი კი როგორც მოყვარული დედა შვილს ყველაფერს გვპატიობს და არც ერთი ცოდვილი არ ეზიზღება,
მეტიც სული წმინდის მადლს ანიჭებს მას. ადამიანებს რომ შეეცნოთ უფლის სიყვარული ჩვენდამი, სრულიად მიენდობოდნენ მის წმინდა ნებას და მშვიდად იცხოვრებდნენ როგორც მეფისწულები. მეფე ყველაფერზე ზრუნავს, თავის სამეფოზეც, ოჯახზეც, შვილებზეც, შვილი კი მშვიდად ცხოვრობს სასახლეში. მას ყველა ემსახურება, თვითონ კი უზრუნველად ტკბება ყველა სიკეთით. ასევე ღვთის ნებას მინდობილი ცხოვრობს მშვიდად და კმაყოფილია ბედით, თუნდაც ავად იყოს ღარიბი ან დევნილი. იგი მშვიდადაა, იმიტომ რომ მასთანაა სულიწმინდის მადლი, ნუგეშს სცემს სულიწმინდის სიტკბო და მხოლოდ იმაზე დარდობს, რაიმეთი არ შეურაცხყოს საყვარელი უფალი. ოჰ, როგორ უნდა ვცხოვრობდეთ, რათა ჩვენი სული მუდამ გრძნობდეს, რომ ის ღმერთთანაა. უფალმა თქვა, არა დაგიტეოთ თქვენ ობლადო და მოგცა სული წმინდა. სული უნდა გრძნობდეს, რომ თუნდაც მცირედ გააჩნდეს მადლი, სული ღვთისა ცხოვრობს მასში. სული გრძნობს უფლის სიყვარულს, გრძნობს, რომ უფალი ჩვენია და ჩვენ მისნი. ხოლო ვინც შინაგანად ასეთი არ არის, მას მადლი დაკარგული აქვს. სული გრძნობს, რომ უყვარს იგი უფალს მისი ცოდვების სიმრავლის მიუხედავად. როგორც ოდესღაც უთხრა ზაქეს, ზაქე ისწრაფე და გარდამოხედ, რამეთო დღეს სახსა შინა შენსა ჯერ არ ჩემი ყოფა. მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქრისტეს დანახვა მოისურვა. იგივე ხდება ცოდვილთან მიმართებაშიც, როცა მისი სული ღვთისკენ მიიქცევა. დღეს ხალხი კეთილი გზისგან განდრკა და ადამიანები ულმობელნი გახდნენ. ყველამ გაისასტიკა გული და სიყვარული აღარსად არის. ამიტომაც ვეღარ გრძნობენ ისინი ღვთის სიყვარულს. რადგან თვითონ არიან გულით სასტიკნი, ადამიანებს გონიათ, რომ ღმერთიც ისეთივეა, როგორებიც თვითონ არიან. ზოგჯერ კი სრულიად კარგავენ ღვთის რწმენას. ოჰ, რომ შეიძლებოდეს მე ვუჩვენებდი მათ უფალს და ვეტყოდი, შეხედეთ როგორია უფალი, დნება კაცის გული მისი სიყვარულით. მაგრამ მარტო გონებით ამ სიყვარულის დანახვა შეუძლებელია. იგი სული წმინდის მიერ შეიცნობა. უფალო მომეცმე ნიჭი, ცრემლი დავღვარო საკუთარი თავისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც. რათა ხალხმა გიცნონ შენ და მარადის შენთან ერთად ცხოვრობდნენ. უფალო მოგვეც ჩვენ ნიჭი მდაბლისა სულისა წმინდისა, რათა გულისხმავყოთ დიდება შენი. წუხ ჩემი სული და ცრემლიერება. მეწოდებიან ადამიანები, რომლებმაც არიციან წმინდა ლმობიერების სიტკბო. ძლიერ წყურია ჩემ სულს, რომ ღვთის მოწყალება მოეფინოს ყოველ კაცს, რომ მთელმა სამყარომ ყველა ადამიანმა იცოდეს, როგორ ვუყვარვართ უფალს უძვირფასესი შვილებივით. ჩვენ ღვთის შვილები და უფლის მსგავსები ვართ. უფალმა კაცი მიწისგან შექმნა, მაგრამ ღვიძლი შვილებივით ვუყვარვართ და წადიერად მიგველის. უფალმა ისე შეგვიყვარა, რომ ჩვენთვის განხორციელდა და თავისი სისხლით დასთხია, გვასვა იგი და მოგცა ყოვლადწმინდა ხორცი თვისი და ამგვარად გავხდით მისი შვილები, მისი სისხლით და ხორცი და გავართ უფალს ხორციელად, როგორც ღვიძლი შვილები ჰგვანან მამას. სული ღვთისა ემოწმება ჩვენ სულს, რომ მუდამ მასთან ერთად ვიქნებით. უფალი განუწყვეტლივ გვიხმობს, მოვედით ჩემთან და მე განგისვენო თქვენ. ის გვასაზრდოებს თავისი უწმინდესი ხორცით და სისხლით. მოწყალედ გვწვრთნის თავისი სიტყვით და სული წმინდით. მან გამოგვიცხადა თავისი საიდუმლოებები, ცხოვრობს ჩვენში და ეკლესიის საიდუმლოებებში და იქით მიგვიწვის, სადაც მისი დიდების მხილველნი შევიქნებით.
მაგრამ ამ დიდებას ყოველი კაცი თავისი სიყვარულის საზომისაებრ იხილავს. ვისაც უფრო მეტად უყვარს, ის უფრო მეტად მიისწრაფვის საყვარელ უფალთან ყოფნისაკენ და ამიტომ უფრო მეტადაც მიახლება მას. ვისაც მცირედ უყვარს, იმას ნაკლებადაც სურს მიახლება, ხოლო ვისაც სულ არ უყვარს, იმას არ სურს და არ ესწრაფვის უფლის ხილვას და სამუდამოდ წუდიათში დარჩება. ცრემლებამდე მებრალებიან ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ღმერთი, არ იციან მის წყალობათა სიუხვე. ჩვენ კი უფალმა სულიწმინდის მიერ გამოგვიჩინა თავისი თავი და მის წმინდა მცნებათა ნათელში ვცხოვრობთ. საკვირველია, სულიწმინდის მადლმა მომცა იმის შეცნობა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს ღმერთი და იცავს მის მცნებებს, ნათლით სავსე და უფლის მსგავსებაა. ღვთისწინა აღდგომნი კი ბნელით არიან მოცულნი და ეშმაკს ემსგავსებიან. ეს ბუნებრივიცაა, უფალი ნათელია და იგი განანათლებს თავის მონებს, ხოლო ეშმაკის მსახურებმა მისგან სიბნელე შეითვისეს. ერთ ბიჭს ვიცნობდი, ანგელოს გავდა, მდაბალი იყო, წესიერი, მშვიდი, თეთრი სახე ჰქონდა და ვარდისფერი ლოყები, ცისფერი ნათელი თვალები, წყნარი და კეთილი გამოხედვა, მაგრამ როცა წამოიზარდა, უწმინდურ ცხოვრებას მიჰყო ხელი და დაკარგა ღვთის მადლი. 30 წლისა იგი უკვე ადამიანსაც გავდა და ეშმაკსაც, მხედსაც და ავაზაკსაც. მთელი მისი გარეგნობა ბილწი და საძაგელი გახდა. ერთ ქალიშვილსაც ვიცნობდი, ძალიან ლამაზი იყო, ნათელი და სასიამოვნო სახე ჰქონდა, ისე რომ ბევრ შურდა მისი სილამაზე, მაგრამ ცოდვების გამო დაკარგა მადლი და მისი შეხედვაც აღარ მოუნდებოდა კაცს. თუმცა მე სხვა რამეც ვნახე ადამიანები, რომლებიც მონასტერში ცოდვებისა და ვნებებისგან დამახინჯებული სახეებით მოვიდნენ, მაგრამ სინანულმა და ღვთის მოშიშმა ცხოვრებამ ისე შეცვალა, გარეგნულადაც მშვენიერნი გახდნენ. აი კიდევ რა მიჩვენა უფალმა. ერთი მღვდელმონაზონი აღსარებისას ქრისტეს სახით ვიხილე. სახე გამოუთქმელი ნათლით უბრწყინავდა და თუმცა სიბერისაგან მთლად გათეთრებულიყო, სახე ჭაბუკური და მშვენიერი ჰქონდა, ისეთი როგორიც ყმაწვილებს აქვთ ხოლმე. ასეთივე სახე ჰქონდა ერთ ეპისკოპოსს წირვისას. იოანე კრონშტანტელიც მინახავს, იგი გარეგნულად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ ღვთის მადლმა სახე ისე შეუცვალა, რომ ანგელოზივით მშვენიერი გაუხდა. გინდოდა თვალის მოუშორებლად გეყურებინა მისთვის. ასე ამახინჯებს კაცს ცოდვა და ალამაზებს მადლი. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ ღმერთი არ არისო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ მათ გულში ამპარტამანი სული ცხოვრობს. იგი ჩააგონებს ტყუილს ჭეშმარიტებისა და ქრისტეს ეკლესიის შესახებ. ასეთებს თავი ჭკვიანები ჰგონიათ. ამ დროს ისიც არ ესმით, რომ ეს აზრები მათი კი არაა, ეშმაკი ჩააგონებს. ხოლო თუ კაცი ამ აზრებს გულით მიიღებს და შეიყვარებს, ბოროტ სულს დაუნათესავდება. ღმერთმა დაიფაროს ყველა ასეთ მდგომარეობაში ჩარჩენისა და სიკვდილისგან. წმინდანების გულში კი სულიწმინდის მადლი ცხოვრობს, რომელიც მათ ღმერთთან ანათესავებს. ისინი ნათლად გრძნობენ, რომ ზეციერი მამის სულიერი შვილები არიან და ამიტომაც ამბობენ მამაო ჩვენო. ამ სიტყვების წარმოთქმისას სული ხარობს და მხიარულობს. მან იცის სულიწმინდის მიერ, რომ უფალი მამაა ჩვენი. მართალია მიწისგან ვართ შექმნილი, მაგრამ სულიწმინდა ცხოვრობს ჩვენში
და ისე გვამსგავსებს უფალი იესო ქრისტეს, როგორც შვილები ემსგავსებიან ხოლმე მამას. ვინც სული წმინდის მიერ შეიცნო ღვთის სიყვარული, იმას არა აქვს მოსვენება არც დღე, არც ღამე. თუმცა ხორცი იღლება და დასვენება უნდა. დაუღალავი სული სარეცელიდანაც, რაც ძალი და ღონე აქვს ღვთისკენ მიისწრაფვის. უფალმა დაგვინათესავა ჩვენ, რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ. ასე ქმნის უფალი ჩვენგან სული წმინდის მიერ ერთ ოჯახს მამა ღმერთთან ერთად.